შუამავალი იუნუსი. ყურანში მოხსენებული შუამავალთაგან ერთ-ერთი იუნუსია. მისი სახელი აიათებში 6-ჯერ არის მოცემული. დაუვეჭველად იუნუსი ერთ-ერთი შუამავალი იყო. ის ასევე სახელის გარეშე თავის ტომთან ერთადაც არის ნახსენები. ზოგიერთი წყაროს მიხედვით შუამავალი იუნუსი შუამავალი იაკობის შვილის ბუნიამინის შთამომავალი იყო. შუამავალი იუნუსი ნინევიანში ცხოვრობდა. ასურეთის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი ნინევია ერაყში მდინარე ტიგრის მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი ქალაქ მოსულის ადგილას მდებარეობდა. გადმოცემის თანახმად კეთილშობილი იუნუსს მამა დაბადებამდე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მარტოხელა დედას მოუწია. ისლამის სწავლულთა გადმოცემის თანახმად შუამავალი იუნუსი თავისი ტომის შუამავლად იქნა მოვლენილი. უზენაესმა ალლაჰმა კეთილშობილი იუნუსი ისრაელის შვილებს, კერძოდ ნინევიას მცხოვრებლებს შუამავლად მოუვლინა. ის პერიოდში ქალაქი ნინევია კერძთა ღმრთისმცემლობით იყო ცნობილი. ნინევიას ხალხში ჩაგურა უსამართლობა და მსგავსი ცუდი წესები სუფევდა. ქალაქის მცხოვრებლები ერთადერთ ღმერთს თაყვანს არ სცემდნენ და თავიანთი ღვთაებები ჰყავდათ. როდესაც შუამავალმა იუნუსმა ერთღმერთიანობაზე მოწოდება დაიწყო, ნინევიას მცხოვრებლებმა ის აბუჩად აიგდეს. მას დასცინეს და ყური არ უგდეს. ისმა მოწოდებებმა იმდენად შეაწუხა კერძთა ღმრთისმცემლები, რომ ის ქალაქიდან გააძევეს. მალე ის ისევ მობრუნდა ნინევიაში და კვლავ ერთღმერთიანობაზე დაიწყო მოწოდებები. მაგრამ მაინც ვერაფერით შეძლო თავისი მისიის შესრულება. უზენაესმა ალლაჰმა შუამავალ იუნუსს ამცნო, რომ 40 დღე კიდევ ეკადაგა ხალხისთვის და თუ ისინი კიდევ არ შეისმენდნენ ალლაჰის შუამავლის რჩევას, მაშინ მათ თავს ალლაჰის რისხვა დაარღვევოდათ. გადმოცემის თანახმად მე-40 დღე მოახლოვდა. ცაზე ღრუბლები გამოჩნდა, რომელიც ალლაჰის რისხვას მოასწავებდა. შუამავალი იუნუსი ამ დროს იქაურობას გაეცალა. გადმოცემის მიხედვით ის ერთ-ერთ გემზე ავიდა, რომელიც სამგზავროდ და სავაჭროდ მიემართებოდა. მეორე გადმოცემის მიხედვით კი შუამავალი იუნუსი ნინევიიდან წავიდა, მაგრამ ქალაქ შორიახლოდან მაინც თვალს ადევნებდა. როდესაც ქალაქის თავზე ღრუბლები შეიყარა, კერძთა ღმრთისმცემლები მიხვდნენ, რომ ეს მათი გამანადგურებელი ღრუბლები იყო. შეშინებულებმა ნინევიას მცხოვრებლებმა ბოლო ჟამს ირწმუნეს შუამავალ იუნუსის მოწოდება. მათ უზენაეს ალლაჰს შენდობას შესთხოვეს, რაც ალლაჰის მიერ დაკმაყოფილებული იქნა და ისინი აღარ დასაჯა. შუამავალმა იუნუსმა აღარაფერი იცოდა თუ რა მოხდა ნინევიაში. გამანადგურებელი ღრუბლები გაიფარდა და ქალაქი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა. შუამავალმა იუნუსმა გემით გაქცევა დააპირა. მან სრულიად არაფერი იცოდა თუ როგორ და რატომ გადარჩა მისი ტომი. მას ეგონა, რახან ალლაჰის რისხვა თავს არ დაატყდათ, მისი ტომი მას კვლავ დასცინებდა. ყველა აბუჩად აიგდებოდა და შესაძლებელი იყო, რომ ის მოეკლათ კიდეც. ამგვარი ფიქრის შემდეგ მან თავისი ქვეყნიდან გაქცევა გადაწყვიტა. აკი გაიქცა გადაჭედილი გემისკენ. მაშინ წილი ჰყარა და შეიქმნა წაგებულთაგანი. სინანულში ჩავარდნილი თევზმა გადაყლაპა იგი. ყურანის სურა საფათის 140-142 აიათების განმარტებებში სწავლულების მიერ ასეთი გადმოცემა არსებობს. როდესაც გემმა ზღვაში შეცურა, შუამავალმა იუნუსმა მხოლოდ 1 დღე დაჰყო გემზე. ზღვაზე ქარიშხალი ამავარდა და ისეთი ძლიერი შტორმი დაიწყო, რომ გემის ჩაძირვის საშიშროება წარმოიქმნა. გემზე მყოფებს რაც თუ ნივთი ჰქონდათ, წყალში გადაყარეს. მათ კარგად იცოდნენ, რომ გემის სიმძიმე ტალღებს ვერ გაუძლებდა. ზემოთ მოყვანილი აიათის მიხედვით ადამიანებს შორისაც წილი ჰყარეს და ზღვაში ჩაგდება შუამავალ იუნუსს მოუწია. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად გემზე მყოფებმა იფიქრეს, რომ მათგან რომელიმე ერთი ცოდვილი იყო და თუ მას წყალში გადააგდებდნენ, დანარჩენები გადარჩენას შეძლებდნენ. ყურანის სწავლული რაზის მიხედვით კენჭისყრის დროს შუამავალ იუნუსს მოუწია ზღვაში გადახტომა. მეზღვაურებმა და ვაჭრებმა კენჭისყრა რამდენიმეჯერ გაიმეორეს, მაგრამ ზღვაში გადაგდება ყოველთვის შუამავალ იუნუსს უწევდა. კეთილშობილი იუნუსი გაბედულად წამოდგა ცოდვილი მნევარო წარმოთქვა და ზღვაში გადახტა. შუამავალი იუნუსი გემზე ყოფნისას მიხვდა, რომ ნინევიადან ალლაჰის ბრძანების შემდეგ უნდა წამოსულიყო. როგორც კი მიხვდა ამ ყველაფერს, თავისი თავი ცოდვილად ჩათვალა და გემიდან გადახტა. ზღვაში განამხტარი შუამავალი იუნუსი დიდმა თევზმა ჩაყლაპა.
და რომ არ ყოფილიყო იგი ღვთისმსახურთაგანი უთუოდ დარჩებოდა მის მუცელში იმ დღემდე, ვიდრე აღსდგებოდნენ. შომაული იუნუსი მიხვდა თავის შეცდომას ღმერთის წინაშე, რის გამოც ის თევზის მუცელში უზენაეს გამჩენს მონანიებასა და პატიებას შესთხოვდა. ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით შომავალმა იუნუსმა დიდი თევზის მუცელში 3 დღე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ის უზენაეს ალლაჰს პატიებასა და შენდობას შესთხოვდა და გაიხსენე ზენუნი, იუნუსი. აქ წავიდა განრისხებული თავის ხალხისგან. იფიქრა, რომ ჩვენ ვერ ვძლევდით მას. მან ჩათვალა, რომ საზღაური არ მიეზღვებოდა, როცა უნებართოდ მიატოვა შრომავლობა და წავიდა. შემდეგ შეევედრა წვდიადიდან, თევზის მუცლიდან, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა შენ, დიდება შენდა. უეჭველად მე უსამართლოთაგანი ვარ, რომ წამოვედი ჩემი ხალხისგან ნებართვის გარეშე. უზენაესმა ალლაჰმა შრომავალ იუნუსის ვედრება ისმინა. 3 დღის შემდეგ უკვე დასნეულებული და დაავადებული შრომავალი იუნუსი თევზმა სანაპიროზე გამოანა. ნაპირზე არავითარი მცენარე არ არსებობდა. ღმერთმა იუნუს შრომავალს საჩრდილობლად და გამოსაკვებად რაღაც დიდფოთლებიანი მცენარე მოუვლინა. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს. მერე გამოვიყვანეთ იგი ბიც ადგილას დასნეულებული და აღმოვაცენეთ მასთან ხე იაყტვინისა. გამოკეთებისა და გამოჯამთელების შემდეგ შრომავალი იუნუსი კვლავ წარეგზავნა თავის ტომისთვის შრომავლად. ნინევიაში დაბრუნებული იუნუსი შრომავლის ნახვით ხალხმა გაიხარა. მონანიების დღიდან მათ უკვე დამტვრეული ჰქონდათ კერპები და უზენაესი ალლაჰის გარდა სხვა ღვთაება აღარ სწამდათ. ნეტა ყოფილიყო რომელიმე ქვეყანა, რომლის მკვიდრნიც ირწმუნებდნენ და მათივე რწმენა გამოადგებოდა მათ. სასჯელის და დონისას მიღებული რწმენა, გარდა იუნუსის ხალხისა. როცა ირწმუნეს, აუხადეთ მათგან და მამცირებელი ტანჯვა ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში და მივეცით მათ მიწიერი სიკეთენი განსაზღვრებამდე. თუ რამდენ წელს იცოცხლა მას შემდეგ შრომავალმა იუნუსმა თავის ტომთან დაბრუნების შემდეგ და რამდენი ხანი გაატარა მათთან ერთად, ცნობილი არ არის.